შეხედეთ, რა ვიყიდე. რა ხდება? ისევ მეორად ის ბაზრობაზე იყიდე რამე? იმედია კიდევ ერთი საშინელი თოჯინა არა. არა, ამჯერად რაღაც უკეთესია. ვაუ, ცუდი არ არის. ლამაზია რა? კარგი, გამყიდვენმა თქვა რომ ნამდვილ პრინცესას ეკუთვნოდა. პრინცესას? სერიოზულად? კარგი რა, ეს ზღაპარია. მეორად ბაზრობაზე ყველაფერს იტყვიან, რამე რომ გაყიდენ. არა მგონია რომ იტყუებოდა. კაბა მართლაც ძველია. კარგი, დავიჯეროთ, მაგრამ რატომ მჩივდება ეს? ის შენზე დიდი არის. კარგი, პრობლემა არ არის, ცოტას გადავჭრი. და სადაპირებ მის ჩაცმას? ცეკვაზე? იქნებ ცეკვაზე. მე მაქვს უფლება თავი პრინცესასავით ვიგრძნო. კარგი, ამელკა, კაბა გვერდზე გადადე, უცნაური სუნი აქვს. მართლა ძველი ნივთების სუნი ასწის. ჯერ შიგნით შევიდან და შემდეგ სარეც მანქანაში შევაგდებ. ასე რომ? აი აქ შევკეროთ. კარგი, და შესანიშნავი იქნება. კარგი. აუცილებლად უნდა მოჭრა დაახლოებით 20 სანტიმეტრი. ნაკლები არა. რა არის ეს? ლეო, ჩერი, ხუმრობ, საკმარისია უკვე. ეს საშიშია. ეს ალბათ ჩემი წარმოსახვა იყო. ასე რომ, წელი. ჯანდაბა. მოიცა, რა ხდება? საიდან გაჩნდა მუსიკა? Can you see me? Hello? Can you find me? Can you find me? რატომ ხარ ასეთი ფერმითალი? ხალხო, რამე უცნაური ხომ არ გაიგონეთ? შენი წუწუნის გარდა? არა. რაშია საქმე? ისეთი არაფერია. უბრალოდ ოთახში საშინელი მუსიკა გავიგე. თითქოს ძველი მუსიკალური ყუთიდან ამოდიოდა. საშიში ფილმივი? სწორია. როგორც კი კაბის გადაჭრა დავაპირე, მაშინვე მუსიკა დაიწყო. კარგი, იქნებ ეს მუსიკალური კაბა? მუსიკალური საფოსტობარათივით. ლეო, ამას არავინ აკეთებს. ამაოდ ფიქრობ ამას, ცეკვისთვის იდეალურია. წამოხვალ და მუსიკა თავისით დაუკრავს. კარგი რა, სერიოზულად ვამბობ. კარგი, არ ინერვიულო. შეიძლება მეზობელმა მუსიკა ჩართო, ან გარეთ რაღაც უკრავს. არაფერი იყო, ყველაფერი შევამოწმე და ზოგადად ხმა ისეთი იყო, თითქოს პირდაპირ ოთახიდან ისმოდა, ცოტა საშიში. ყველაფერი ნათელია. პრინცესა უკმაყოფილოა რომ კაბას იცვამენ, ის მინიშნებებს გაძლევს, ამბობს, ხელები მოაშორე ჩემს ნივთებსო. კარგი რა, შენ უკვე ყელში ამოხვედი. კარგი, სულ ესაა. ამელკა, იქნებ მართლა წარმოიდგინე, მე ვიულობდი. ხდება ხოლმე, ეს ჩემი ფანტაზიის ბრალი იყო, მაგრამ ცოტა საშიშია. კარგი, დაივიწყეთ. ჩერი, შეგიძლია კაბის გადაჭრაში დამეხმარო? კარგი, წავიდეთ. უბრალოდ რეალისტები ვიყოთ მოჩვენების გარეშე. მე მაინც სახლში უნდა წავიდე. ჯორჯის გარესხვისთვის შენი ჯერია, ჯოკერ. მუსიკალური კაბა. ვაუ! მაშასე, კიდევ ერთხელ განვიხილოთ, სად უნდა იყოს ნაკერი. კარგი. კარგი, ალბათ აქ, წელზე და აქ. აი, ზუსტად აქ. კი, ახლავე დავაფიქსიროთ. შენს გესმის ეს? კი.
საიდან მოდის? როგორც ჩანს, არ გეჩვენებოდა. კარგი, იქნებ კაბა დავივიწყოთ, ეს ცოტა საშიშია. და რა მოხდება, თუ ეს უბრალოდ დამთხევაა? ან იქნებ მეზობლებმა ჩართეს ეს? კიდევ ერთხელ გადავამოწმოთ. კი, გარეთ სიჩუმეა, სახლშიც სიჩუმეა. მხოლოდ ეს მუსიკა უკრავს და ის პირდაპირ ამ ოთახიდან მოდის. უცნაურია, რაში არის საქმე? მე გითხარი. ახლა ვიდეო მოვიყვანოთ. ჩვენ სამივე გავარკვევთ. რა მოხდება თუ ის იტყვის, რომ ისევ ვიგონებ, ის ამას არ გააკეთებს. ახლა ორივემ გავიგეთ. წავიდეთ. ლეო, მოდი, სწრაფად, სწრაფად. ერთი წუთით, ეს ძალიან მნიშვნელოვანი თამაშია. მიატოვე ეგ თამაში. ისეთი რაღაც მოხდა. თუ ეს სამყაროს დასასრულია, მაშინ ნუ მაწუხებთ. მუსიკა მისევ დაუკრა. წარმოგიდგენია? კარგი, რა მუსიკა? საშიში იყო, ამელიას ოთახში. ორიდემ გავიგეთ. კარგი, ნუ ნერვიულობ. ნახოთ, როგორი დისკოტეკა გვექნება აქ. ო, უბრალოდ გიხუმრო, კარგი? კარგი, წავიდეთ უკვე. აი შეხედე. მერე რა? ჩვეულებრივი კაბაა, ძველია, მართლა, თითქოს დინოზავრებს ეცვათ. საქმე ჩაცმულობაში არ არის, საქმე მუსიკაშია. სად არის შენი მუსიკა? არაფერი მესმის. ო, ისევ, არა და ახლა ხანს უკრავდა. იქნებ უბრალოდ წარმოიდგინე, შიშს, დიდი თვალები აქვს. ჩვენ არ მოგვეჩვენა, ნამდვილად არ მოგვეჩვენა. კარგი, მოდი დავიჯეროთ. რა გინდა ჩემგან? რომ დაირით ვიხტუნაო და სულები გავაგდო? ყოველ შემთხვევაში, რა შეიძლება რომ იყოს? რა უნდა ვნახო? ჩვეულებრივი კაბა არის. კარგი, არანაირი ფარული ჯიბე, არანაირი დინამიკი. იქნებ ყურებში რაღაც ხმები გესმით? მუსიკა ისმოდა, ის მალე დაიწყებს დაკვრას. კარგი, მას სად არის საშინელი მუსიკა? კარგი, სულ ესაა. როგორც ჩანს, ვიღაცას ზედმეტი ფანტაზია აქვს. წავალ, თამაში თავისით ვერ მოიგებს. კარგი, ახლა რა ვქნათ? მას მაინც არ ჯერა. ყოველ შემთხვევაში, მოდი უბრალოდ კაბა გავჯრათ, როგორც ვაპირებდით. გონი გადავაჭარბე. შენს კარიგეს? Can you see me? Hello? Can you find me? რა უნდა გავაკეთოთ? Can you find me? კარგი. ჩვენ უნდა შევამოწმოთ. გაგიჟდი? რა მოხდება თუ იქ? რა მოხდება თუ ჩვენს კითხვებზე ყველა პასუხი იქ იქნება? Can you see me? Hello? გაგჭირთ? ჰოდა, იქ, რატომ მოხვედით სირბილით? ჩვენ ნახეთ თოჯინა, კანადაში, საშიში, მისი თვალები ანათებდა. კარგი, წავიდეთ, მაჩვენეთ თქვენი თოჯინა. იქნებ არ არის საჭირო, ის ისევ იქ იქნება. ასე რომ, ან იქ მივალთ და ამ საქმეს მოვაგვარებთ, ან ფსიქიატრიულ საავადმყოფოში დავრეკავ და წაგიყვანენ. სად არის თქვენი თოჯინა?
ის აქ იყო. მართალია, ჩვენ ნახეთ ის. კარგი, სად არის? მაჩვენეთ. არ ვიცი, კარგი. ის წავიდა, მოიცა. კაბა სად არის? კაბა არ არის. რას გულისხმობ, არა? სად დადე? კარგი, გაქრა. სად შეიძლებოდა წასულიყო? იქნებ თოჯინამ წაიღო? რატომ სჭირდება მას კაბა? ნუ ჩავარდებით პანიკაში, ყველაფერი უნდა გავარკვიოთ. და რა მეიპოვეთ? თითქოს ჰაერში გაქრა. და ახლა რა? აქ ნამდვილად არის რაღაც საეჭო. თოჯინა ისევ ნახეთ? საბედნიეროდ მე ის არ ვინახავს. არც მე. ისვინე, იქნებ თქვენს თოჯინას კაბა სჭირდებოდა? კარგი, მან აიღო და წავიდა. იმედია მართალი ხარ. კარგი, მაშინ გირჩევ, შენ საქმეს მიხედო. კარგი, საბოლოოდ ამ რთულ დონეს გადავლახავ. წავიდეთ ამელკა, სხვა კაბას გიპოვით. მუსიკა? ამელია, ჩერი, თქვენ ხართ? რა ჯანდაბაა ეს? სად წავიდა? ეს ძალიან საშიშია. როგორი კაბა გინდა? ფუმფულა თუ ვიწრო? მოდი სხვადასხვა ვარიანტები ვნახოთ. ჩერი. რა? იქ ფარდის უკან ვიღაცა? ხედავ. დავინახე. ვინ შეიძლება იყოს? კარგი, იქნებ ლეომ გადასვლიდა ჩვენი გაპრენკვა? მოიცა, არ ამგონია, ის პირველ სართულზე დარჩა. მაშინ ვინ არის? უნდა შევამოწმოთ. რა მოხდება თუ იქ? უნდა შევამოწმოთ. ჰეი, ვინ არის აქ? იქნებ უბრალოდ ჩუმად. სკამი? მეგონა ადამიანის სილუეტი დავინახე. კარგი, იცი, მომეჩვენა რომ ის მოძრაობდა. ლეო სიმართლეს ამბობდა. შის დიდი თვალები აქვს და მაინც სად წავიდა კაბა? ისევ? საიდან მოვიდა? ჩერი, შემაბრუნდი. ვაიმე! ისევ, საიდან გაჩნდა? Can you see me? Hello? Can you find me? Can you find me? I'm here. Behind you, look. Behind you. I am right behind you. ლეო, შეხედე. რა? ის აქ იყო. თოჯინა, ისევ არ გჟერა? სინამდვილეში გეთახმები, მეც რაღაც გავიგე და დავინახე. რა? როდესაც მისაღებ ოთახში ვიჯექი, მომეჩვენა რომ კაბინეტში ვიღაც იყო. და? შევიხედე და იქ მისი სახე ვერ დავინახე. მოკლედ, გოგო იყო, შენი კაბით ცეკვავდა. გოგო? კი, მისი სახე ვერ დავინახე, მაგრამ როდესაც კარი გავაღე, ის იქ აღარ იყო. კარგი, მოიცა. რა მოხდება თუ ეს პრინცესაა? როგორც ჩანს, ასია. კარგი, ფიქრობ რომ ის საშიშია? ეს ყველაფერი საშიშია, მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ. მოიცა, წყალი უნდა დავლიო. წადი მაშინ. ერთად წავიდეთ სამზარეულოში. მარტო ყოფნა საშიშია. კარგი, წავიდეთ. Can you see me? Hello? Can you find me? Can you find me? შეხედეთ. ის ისევ იქ არის.
პრინცესა. ეს ის არის ამელკა სახში ურჩხული შემოიყვანე. ლეო, დამშვიდდი. ეს ამელკას ბრალი არ არის. თავარია, პანიკა არ იყოს. კარგი, რა უნდა ვქნათ? მე გთავაზობ, მასთან ვისაუბროთ. მორჩვენება ურჩხულთან საუბარი? შესანიშნავი იდეაა ამელკა. და როგორ? და მე მაქვს იდეა. გამომყევით. ჩაისწვეულება? ეს ხუმრობაა? სუფრავს გავშლით. ისე ჩავისვამთ, თითქოს სტუმარს ველოდებით და მასაც თავპატიჟებთ. რატომ? კარგად ჭრეს. პრინცესებს ჩაისწვეულებები უყვართ. სერიოზულად ამბობ? რა მოხდება თუ კიდევ უფრო გაბრაზდება? არა, ისე მოვრიქცევით, თითქოს სასახლეში ვიყოთ. რა მოხდება თუ ის საერთოდ არ მოვა? ის მოვა, დარწმუნებული ვარ. კარგი, თუ უბრალოდ დაждომა და ჩაის დალევა გვჭირდება, არ მეწყინება. კარგი, გონი ჩვენც უნდა ჩავისვათ. კი, გამომყევი. შესაბამისი ტანსაცმელი მაქვს. რა სანახაობა გვაქვს? მე მომწონს. და მეც, ასე რომ მაგიდასთან ვსხდებით, პრინცესას უზახით და ვცდილობ მასთან საუბარს პანიკის გარეშე. ადვილი სათქმელია. პრინცესა, ჩაიზე გეპატიჟებით. შემოგვიერთდი. მოდი ჩვენთან. იქნებ ჩაი არ უყვარს? კარგი, და რა მოსწონს? ლავანდის კაპუჩინო? შეიძლება. კარგი, გაჩუმდი. კეთილი იყოს შენი მობრძანება. გვიხარია შენი ნახვა. ო, ბოდიში. სინამდვილეში თოჯინები მაგიდასთან არ უნდა იჯდნენ. კარგი, ანუ მინდოდა მეთქვა? Can you see me? Hello? Can you find me? Can you find me? სასიამოვნოდ ვისაუბრეთ. ხო, აპატიე მას. მას შენი შეურაცხყოფა არ უნდოდა. ძალიან გვინდოდა შენი გაცნობა და ბოდიშის მოხდა. კარგი, მეგობარო, შეხედე ამ თოჯინას, ის დაიშლება. Can you see me? Hello? Can you find me? Can you find me? I'm here. Behind you, look. ოუ, გამიშვი. კარგი, ისეთი ნაძირალა ხარ. ჩვენ ხომ გთხოვეთ? რა ვთქვი მე ასეთი? კარგი, შენ თოჯინა შეურაცხავი, მან აქ თითქმის ყველანი მოკლა. ჩვენ უძლურები ვიყავით. დიდი ამბავი არ არის, გაბრაზდა. კარგი, საერთოდ გესმის რას ამბობ? ეს მოჩვენებაა. რა გაღელვებს ასე ძალიან? ის წავიდა. მოიცა, საერთოდ არ ფიქრობ შენი თავით. ახლა რა? ახალი გეგმა უნდა მოვიფიქროთ. კარგი, ჩაისწვეულება თითქმის გამოვიდოდა. ლეო რომ არა. შეგვიძლია კიდევ ერთი ჩაისწვეულება გქონდეს? ეს ამას აღარ გაიმეორებს. ფილმის საყურებლად დავპატიჟოთ? კინო, არ მგონია რომ დაინტერესდეს, მაგრამ რაღაც უნდა ვცადოთ. მე მგონი მე რაღაც ვიპოვე. რა? ინფორმაცია თქვენი პრინცესას შესახებ. მართლა? რას ამბობე? მომისმინეთ, დიდი ხნის წინ, მე-19 საუკუნეში, ამ ქალაქში პრინცესა ცხოვრობდა. მისი სახელი იყო ელიზაბედი. ვამბაზის სახელია. ის ცნობილი იყო თავისი სილამაზით, მდიდრული სამოსის სიყვარულით და თოჯინების დიდი კოლექციით. მის ციხესიმაგრეში მთელი
ოთახი მთელი მსოფლიოდან ჩამოსული თოჯინებით იყო სავსე. როგორც მუზეუმში. ამბობენ, რომ ის ტრაგიკულად ხანძრის შედეგად დაიღუპა. ხანძარი? დიახ, უფრო მეტიც, ხანძარი ოთახში გაჩნდა, სადაც მისი თოჯინები ინახებოდა. ამბობენ, რომ ის ბოლო მომენტამდე ცდილობდა მათ გადარჩენას. სამწყალი. სწორედ ამიტომ არის ასეთი მოუსვენარი და შენ ასევე ატკინე გული მის თოჯინას. არ ვიცოდი, ეს უბრალოდ თოჯინაა, ძალიან საშიშია. ლეო, აღარაფერი თქვა. აქედან ცოცხალი მინდა გავიდე. სწორია. მე მისი თოჯინა დავაზიანე, შენ კი კაბა გააფუჭე, ხოლოდ მე არ ვარ დამნაშავე. სწორია, კაბა, უნდა გავკეროთ, მაგრამ ჩვენის არ გვაქვს ცადოთ ამის მოთხოვნა. მაგრამ ლეოს გარეშე. ლეო, კარგი, აქ დარჩი და გაჩუმდი. შეიძლება თქვენთან ერთად წამოვიდე? მარტო ყოფნა არ მინდა. კარგი, წავიდეთ. გონიათ, რომ თავის ძვირფას კაბას დაგიბრუნებს? არ ვიცი, მაგრამ უნდა ვცადოთ. კარგი, ნემსი სად არის? კარგი, ნემსზე ვერ მჭირდება. კი, ძაფები. პრინცესა ელიზაბეთ, ვიცით რომ აქ ხარ, ბოდის გიხდით. შენი შეურაცხყოფა არ გვინდოდა. ჩვენ გვესმის, რამდენად ძვირფასია შენთვის ეს ყველაფერი, განსაკუთრებით იქ კაბა. და თოჯინაც. ხო, კაბა დაგვიბრუნე. ჩვენ გვინდა მისი შესწორება. გვირდები, რომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ის ისევ ლამაზი იყოს. იქნებ ის ვერ გვისმენს. როგორც ჩანს, ის ისმენს. მან დააბრუნა იგი. Yes! შევუდგეთ საქმეს? კარგი, ძალიან უნდა ვეცადოთ. იქნებ ჯობია რომ სამკერვალოში წავიდე? ჩვენ თვითონ უნდა გავაკეთოთ ეს. კარგი. შესრულებულია. ნაკერები არ ჩანს, ახალი ვითაა. კარგი, ახალს არ დავარქმევდი. შეგიძლია დღეს მშვიდად იყო? კარგი. ბოდიში. ძალიან წუხარ მის გამო, ყველაფერი დაკარგა, რას უყვარდა. კი, მინდა როგორმე დავამშვიდო იგი. კარგი, იდეა მაქვს. ამჯერად ხუმრობა არ არის? ხუმრობის გარეშე, ჩვენს კარადაში ბევრი კაბა გვაქვს, რომლებსაც არ იცვამ. პრინცესას მიეცი. მოიცა, ლეომ, მარცა კარგი რამე შემოგთავაზა? გეთანხმები, გადავამოწმებ, რეები მაქვს. დიდი ხანია თოჯინებით არ მითამაშია. გადავწყვიტე, პრინცესასთვის მეჩუქებინა. შესანიშნავია, პრინცესა ელიზაბეთ, შენი კაბა შევაკეთეთ. ასევე გვინდოდა საჩუქარი გაგვეკეთებინა. და ეს ყველაფერი შენია. ვფიქრობ, ჩვენ ის გავახარეთ. წავიდა? ალბათ. ჩვენ მას დავეხმარეთ. არა მგონია რომ დაბრუნდეს და თოჯინა და თოჯინაც იმედია. ეს არის მთავარი. ჩაის სწავლებას გთავაზობ. სუფრა ისედაც გაშლილია. მეც მინდა. წავიდეთ. ხალხო, იმედია ჩვენი ვიდეო მოგეწონათ. თუ ასე აქ გთხოვთ დაალაიქოთ და გამოიწეროთ არხი. ასევე დააჭირეთ ზარის ხილაკს, რათა არ გამოტოვოთ ახალი ვიდეოები. ნახვამდის ყველას!